ქალაქ რუსთავის საფეხბურთო კლუბ მეტალურგის ფან-კლუბის წევრებმა მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მეტალურგის ფან-კლუბის წევრები გუნდის სიმბოლურ ფასად ერთ ლარად გასხვისებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით კლუბი 11 ივლისს გაიყიდა, თუმცა ახალ მეპატრონეს მის გასაძლიერებლად არაფერი გაუკეთებია და გუნდი დაშლის პირასაა მეტალურგს წამყვანი ფეხბურთელები ტოვებენ. აქციის მონაწილეები მეტალურგიული ქარხნის გენერალურ დირექტორთან შეხვედრას მოითხოვდნენ, თუმცა მათ საწარმოს ადმინისტრაციამ შეხვედრაზე უარი უთხრა. გულშემატკივრები მოგვიანებით რუსთავის ახლად არჩეულმა მერმა დავით ჯიქიამ მიიღო. არ ვიცი როგორ აქცით და მოიპოვეს უფლება რომ ფლობელები იყვნენ მეტალურგის გუნდის, ვერანაირი არგუმენტი ვერ გააჩნიათ ფინანსურთან დაკავშირებით. ანუ ფინანსების გარეშე მოგეხსენებათ გუნდი ვერ იარსებებს და წამყვანი ფეხბურთელები ძალიან მალე დატოვებენ გუნდს. ეს პრობლემა რამოდენიმე თვით დაიწყო, როდესაც მეტალურგიამ განაცხადა, რომ მას აღარ შეეძლო ზოგადად გუნდის შენახვა. ჩვენ გქონდა მე საუბარი მეტალურგის ხელმძღვანელობასთან და გადაწყვიტა ქალაქმა რაღაცა ფორმით დაეხმარებოდა გუნდს. თვითმმართველობა როცა ეხმარება გუნდს, ავტომატურად თანამონაწილე უნდა იყოს, ანუ პროცენტი წილის მფლობელი იყოს ზოგადად გუნდის და არა თქვა მისი ინფრასტრუქტურის.